შემოგვიერთდნენ ანსამბლ დიდგორის წევრები გივი აბესაძე და გიორგი არახამია. ვისაუბრებთ დიდგორის გეგმებსა და კონცერტების შესახებ, რომელიც იმერეთში გაიმართება და რა თქმა უნდა მეტ დეტალს თავად სურები მოგახსენებთ. დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. როგორც მოგახსენეთ მაყურებელს, იმერეთში დაგეგმილი კონცერტების შესახებ უნდა უთხრათ და მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია. ვიდრე აქ ამაზე ვისაუბრებდეთ ამ სიახლეებზე. უკვე ჩატარებულ კონცერტებს რაც შეეხება წლის განმავლობაში თუ გქონდათ ბედნიერება საზოგადოების წინაშე წარდგენის ეს რომ მოვახსენოთ. ერთხელ დილამშვიდობისა. ჩვენ წელს აქტიურად გვაქვს საკონცერტო გამოსვლები. 2 ივლისს გქონდა სოლო კონცერტის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც განახლებული პროგრამით წავდექით და ამ პროგრამის მოსამზადებლად იანვრიდან ბევრი ვიშრომეთ და ეს ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა ჩვენც გვაყოფილი ვართ მაყურებელიც ესე ვთქვათ. ეს მნიშვნელოვანია ხო თავად თქვენ იყოთ მაყოფილი ხო როგორც ჩაივლის კონცერტი. მართლა ძალიან ესეთი ბევრი დადებითი ენერგია მივიღეთ ამ კონცერტიდან, რაც ანსამბლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი мотиваცია ესე ვთქვათ. შემდეგ უკვე დაიგეგმა ჩვენი ეს იმერული ტურნე, ესე ვთქვათ, ბჭყალებში. ამღერებული მუზეუმი ზოგადად ჩვენი დიდი ხნის პროექტია, 2 წლის განმავლობაში მას ვახორციელებდით თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც სხვადასხვა ეზოებში, მათ შორის იმერულ ეზოშიც მართავდით კონცერტებს, შეხვედრებს, ერთობლივ კონცერტებს სხვადასხვა ანსამბლებთან და ამ პროექტის წარმატებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი უკვე იმერეთში, ანუ რეგიონებში გაგვეტანა და პირველი არის იმერეთი, რა თქმა უნდა, ულამაზესი და მშვენიერი ხალასი და ძალიან კარგი ხალხით, მაყურებლით და ეს 2 კონცერტიც ძალიან ისეთი იყო დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ გარემო თვითონ ადგილები, მოგახსენებთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, ნიკო ლოთქიფანიძის სახლ-მუზეუმი, ჯერ ამ პიროვნებების ირგვლივ როცა ესეთი ღონისძიება იმართება, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და სიმბოლურიც. მათ სახლ-მუზეუმში დიდი შესაძლებლობაა ხო? და გარემო არაჩვეულებრივი, შეიძლება ითქვას იდეალური გარემოა ხალხური სიმღერისთვის. რა თქმა უნდა, რეპერტუარის შესახებაც უნდა ვიკითხოთ, თუ ამ 2 კონცერტის განმავლობაში რა წარადგინეთ? დიახ, მე ვახსენე განახლებული პროგრამა 2 ივლისის კონცერტი და ეს შეიძლება ითქვას როგორც არსებული პროექტის, ასევე კონცერტის ერთობლივი, ესე ვთქვათ, წარდგენა არის. რა იგულისხმება ამ განახლებულ პროგრამაში? განახლებულ პროგრამაში იგულისხმება რომ ჩვენ ძალიან ბევრი სიმღერა მოვამზადეთ, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენს მიერ არ შესრულებულა, მაგრამ იყო ისეთ სიმღერები, რომლებიც საერთოდ არ შესრულებულა. მოგესალმებით ხალხური სიმღერების ანსამბლების ძირითადი წყარო რეპერტუარის განახლების არის ძველი საარქივო ჩანაწერები, რომელიც საბედნიეროდ უხვად გვაქვს 1900 პირველი წლიდან მოყოლებული და ამ ეს მასალას როცა ვამბობთ, უნდა იცოდეთ, რომ და მაყურებელსაც უნდა ესმოდეს, რომ ეს არის შეიძლება ითქვას ხანდახან არაფერი არ ისმის ამ ჩანაწერებიდან და ძალიან ბევრი როგორც ტექნიკური, ასევე ბევრი ადამიანური რესურსი ჭირდება და დრო რომ ესე ვთქვათ დაზიანებული ჩანაწერი გახდეს შემდეგ უკვე სრულფასოვანი სიმღერა. რომელ ქალაქებში იგეგმება კონკრეტულად იმერეთში ეს თუ შეგვიძლია რომ ვუთხრათ მაყურებელს? ჩვენ 27-ში და 28 სექტემბერს გავემგზავრებით იმერეთში ისევ და ამჯერად საჩხერეში, არგვეთში გავმართავთ კონცერტს მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში და შემდეგ ეს პროექტი დასრულდება ქუთაისში სიმბოლურად ოქროს ჩარდაღში იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში. შესანიშნავი ეს არის 2 ისევ არაჩვეულებრივი ადგილი და ყველას გეძლევათ საშუალება როგორც მოისმინოთ ჩვენი შემოქმედება, ასევე ეწვიოთ ამ ულამაზეს მუზეუმებს. რაც შეეხება რეპეტიციების პროცესს, გიორგი თქვენ მოგვითხრათ, უკვე აქტიურ ფაზაში იქნება ბუნებრივია რეპეტიციების პროცესი, როგორ მიმდინარეობს, როგორ შეეჩვიეთ იმ ახალ რეპერტუარს, რაზეც გივიმ უკვე ახსენა და თქვა ახალი სიმღერები გაქვთ უკვე რეპერტუარში. დიახ, როგორც რეპერტუარი, ასევე ჩვენ შემადგენლობაც განახლებული გვაქვს, ანუ ერთ-ერთი წევრი მე ვარ ამ განახლებული შემადგენლობისა. 4 გიორგი დავემატეთ სიმბოლურად. და რა თქმა უნდა, რეპეტიციებს რაც შეეხება, აქტიურად მიდის ჩვენს რეპერტუარზე მუშაობა. ვცდილობთ მსმენელს მეტად შევაყვაროთ ქართული ხალხური სიმღერა. რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, მე როგორც ახალგაზრდა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი ბედნიერების მომტანია, ასე ვთქვათ. და
ვცდილობთ რომ ყველანაირად გარემოს მოვერგოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორც გივი მახსენა ძალიან ლამაზ ადგილებში გვიწევს მოგზაურობა და ეს ერთგვარი გამოწვევაც არის ჩვენთვის. აი 4 გიორგი დაემატა ანსამბლს, როგორც გიორგი თავად ახსენა და ვის აქვს შესაძლებლობა რა უნდა კონდეს, რა მონაცემი ბუნებრივია მუსიკალურ მონაცემთან ერთად, რა თვისება უნდა კონდეს მომღერალს, რომელიც ეცდება და უნდა რომ თქვენი გუნდის წევრი გახდეს. აქვთ ალბათ შესაძლებლობა ხომ დროდადრო ანსამბლის წევრები გადახალისდნენ ასე ვთქვათ. ყოველდღიურობის და რუტინიდან გამომდინარე არის ხანდახან პერიოდი, როდესაც ყველა ვერ იცლის სიმღერისთვის, მოგეხსენებათ სიმღერა არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა, სხვადასხვა განხრით მუშაობენ ბიჭები, სხვადასხვა სამსახურებში, შესაბამისად გამოწვევებს პასუხობს ანსამბლი ყოველთვის და 4 გიორგის შემომატებაც სწორედ ესეთი გამოწვევის პასუხი იყო და ნუ ეხლა გიორგი არახამიას მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ იმდენი რამე ეხერხება გაუჭირდება ვინმეს კონკურენციის გაცემა გიორგის თავად რომ ყველა კონცერტზე წავიდა. პირველ რიგში სიყვარული ხალხური სიმღერის, ცოდნა, უნარები, რაც აუცილებელია, გუნდურობა, კომუნიკაცია და ბევრი რამე და ხალხური სიმღერა ძალიან ესე ვთქვათ რთული როგორ ვთქვათ, რთული პროცესია. ეს არ არის როგორც წინა მოსამზადებელი პერიოდი, ასევე შესრულება, ურთიერთობა და ეს ძალიან ისეთი სოციალური აქტივობაა, რომელიც შეიძლება ითქვას ერთხელ ერთმა ბელგიელმა სტუმარმა გითხრა, რომ თქვენო აუცილებლადო თქვენ CV-ში უნდა ჩაწეროთო, რომ 15 ადამიანი ერთად შრომობთ 20 წელია უკვე კონფლიქტების და ესე ვთქვათ ზედმეტი გართულების გარეშე. გამართულ კონცერტებზეც ვისაუბროთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და თუნდაც იგივე ახალგაზრდა თაობისთვის, რომ უფრო მეტად ახლოს მიიტანოს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და გაუღვივოთ სურვილი, რომ მათაც გააგრძელონ ეს გზა. რეგიონებში გასვლა როგორც მნიშვნელოვანია მსმენელისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის ორმხრივი სარგებელი, ესე ვთქვათ, რადგან რეგიონები, საქართველოს რეგიონებიდან და სოფლებიდან მოდის ხალხური სიმღერა და ეს ერთგვარი ჩვენი ჟესტია მადლიერების, რომ ის სიმღერები, რომელიც ჩაწერილია სხვადასხვა სოფელში და უკვე აღღერებულია ჩვენს მიერ, დავაბრუნოთ და დაუბრუნოთ მსმენელს ესეთი კონცერტების სახით და ეს უწყვეტი პროცესია, რაც ჩვენი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ანსამბლისთვის. ნუ ანსამბლი დიდ როლს ქართველი საზოგადოება შესანიშნავად იცნობს და ჩვენს კადრებშიც თვალნათლივ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებისგან შედგება ანსამბლი დიდ როლი. გივი მახსენა, რომ დაპირისპირების გარეშე, ჩხუბის გარეშე მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი და ზოგადად თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა და დაპირისპირება კარგი გაგებით ალბათ მნიშვნელოვანია რეპეტიციების პროცესში და იმ დროს, როდესაც რეპერტუარი იქმნება და ყალიბდება. აი ეს რამდენად გაქვთ, მით უმეტეს, როდესაც აი სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები ვახსენე, ალბათ სხვადასხვა შეხედულება იქნება და დამოკიდებულება კონკრეტული სიმღერის მიმართ. აი ამას როგორ ათავსებთ და გამოგაქვთ შემდეგ პროფესიონალურ დონეზე მაყურებლის წინაშე. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ სასამში უხვად არის, ამიტომ რავი, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ საბოლოოდ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდეთ და შემდგომ უკვე ასე წარუდგინოთ მსმენელს ჩვენი რეპერტუარი. ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვარ, მაგრამ ეს არანაირ ცვლილებას ჩვენთან არ იწვევს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც გივი მახსენა, ერთი ოჯახი ვართ და აქედან გამომდინარე, ნაკლებად ცუდი კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღი და აქედან გამომდინარე, შემდგომ რეპერტუარიც კარგი. ანსამბლის ახალწეულისგან მოვისმინეთ, აი იგივე კითხვა მინდა რომ თქვენც დაგისვათ და თქვენი აზრი მოვისმინეთ. თელი ჩვენი შემოქმედება და ეს წლები დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რა თქმა უნდა მსჯელობაზე, განხილვაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ. ეს არის განუყოფელი პროცესი, განუყოფელი
მოქმედება პროცესის, ესე ვთქვათ, და სწორედ ეს ჩემი აზრით გამოარჩევს ანსამბლს სხვა დიდგორ სხვა ანსამბლებისგან, რადგან ჩვენ ესე ერთპიროვნული ხელმძღვანელი არ გვყავს, შესაბამისად შეიძლება ითქვას ესეთი საპარლამენტო მოწყობა გვაქვს, სადაც ხმების უმრავლესობა და რა თქმა უნდა მსჯელობა წყვეტს საბოლოო ძალიან კარგი. გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ საზოგადოებას მიულოცეთ და თქვენც გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს სამსი არაგველის ხსენების დღე არის, კრწანისობა არის და თავისთავად დაგეგმილ ღონისძიებებში ანსამბლი დიდგორი იღებს მონაწილეობას. როგორ ხართ ჩართული ხო და რამდენად ხართ დატვირთული? სამსი არაგველის მემორიალთან გაიმართება დღეს ღონისძიება, რომელიც 12 საათიდან იწყება და ჩვენც ჩავერთვებით ამ ღონისძიებაში. მცირე გამოსვლა გვექნება, რამოდენიმე სიმღერა შევასრულებთ და გვიხარია, რომ გვაქვს ეს საშუალება და გვეძლევა ესეთი მსგავსი ღონისძიებების აჟღერება სიმღერა. დიახ, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, როდიდან იწყება იმერული ტურნე. ამ შაბათ-კვირას 27 სექტემბერს უნდა მობრძანდეთ არგვეთში 5 საათზე მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, ხოლო 28 სექტემბერს გაიმართება ბოლო კონცერტი ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში, ოქროს ჩარდაღში. წარმატებები გვინდა გისურვოთ, ბევრი ტურნე და კონცერტი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა. ანსამბლ დიდგორის წევრები გივი აბესაძე და გიორგი არახამია იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.